რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ კრემლმა პირველად გაავრცელა ცნობა ვალდაის მხარეში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ, თუმცა მოსკოვი მხოლოდ მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლა. როგორც წესი, ალექსანდრ ლუკაშენკოს ადმინისტრაცია დეტალურად წერს მისი ნებისმიერი ვიზიტისა თუ შეხვედრის შესახებ, თუმცა ამჯერად ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ საინფორმაციო პორტალზე რუსეთის ლიდერთან პირისპირი კომუნიკაციის თაობაზე არანაირი ფოტო თუ ვიდეო მასალა არ გავრცელებულა. მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ რეზიდენციაში, რომელიც როგორც წესი, განსაკუთრებული საერთაშორისო სტუმრობებისთვის გამოიყენება. ექსპერტებსა და უკრაინული მედიის წარმომადგენლებს შორის ამ შეხვედრის რასაიდუმლოებამ ეჭვები გააჩინა იმ ფონზე, როდესაც გასულ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებაზე გათიშული იყო ბრესტისა და ჰოსტომელის ოლქებში არსებული სპეციალური რეტრანსლატორი მოწყობილობები მოსკოვში განაცხადეს, რომ მზად არიან მოკავშირე ბელარუსს სამხედრო გზითაც დაეხმარონ. 29 ივნისს ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა უარყო, რომ ალექსანდრ ლუკაშენკამ რუსეთის პრეზიდენტს კიევის წინადადებები გააცნო, თუმცა მისივე თქმით არსებული ვითარების გათვალისწინებით ბუნებრივია უკრაინა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. სახელმწიფოთა მეთაურებმა, რა თქმა უნდა, განიხილეს ბევრად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოება. ასევე ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან დაძაბულობის გამწვავების თემა, ბელარუსის პროვოცირების მცდელობა და ასე შემდეგ. გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა ჩამოთვალა ჩვენი შეარაღებული ძალების წინსვლის ყველა მიმართულება და მიუთითა კონკრეტული დასახლებული პუნქტები. უდავოა, რომ ეს დინამიკა არის აშკარა და რა თქმა უნდა, გვარწმუნებს, რომ ჩვენი ყველა მიზანი მიღწეული იქნება. მოსკოვის ოლქიდან ბელარუსის პრეზიდენტი პირდაპირ პეკინში გაემგზავრა, სადაც თავის ჩინელ კოლეგას შეხვდა. ჩემო ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრეზიდენტო ლუკაშენკა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა კვლავ გიმასპინძლოთ და ძალიან მოხარული ვარ თქვენი ნახვით. ჩვენ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. ხშირად გვაქვს კომუნიკაცია და სხვადასხვა საკითხზე ვაწარმოებ საფუძვლიან და დროულ დიალოგს. ჩინეთი და ბელარუსი ფოლადივით მტკიცე და ურყევი მეგობრები არიან. ჩვენ ვავითარებთ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას და ჩვენმა ურთიერთობებმა გაუძლეს ნებისმიერ საერთაშორისო ტურბულენტურ ვითარებას. ჩვენი მეგობრობა მხოლოდ მტკიცდება. ჩვენი ურთიერთობები მრავალწახნაგოვანია. ფეხს უწყობს დროს და მუდმივად მოაქვს ახალი შედეგები. საერთაშორისო საკითხებში ჩვენ ასევე გვაქვს მჭიდრო კავშირები. პატივცემულო თავმჯდომარე, მადლობელი ვარ ამ შეხვედრისთვის. ჩვენ ნამდვილად რეგულარულად ვატარებთ შეხვედრებს და ამას ძალიან ვაფასებ. გვაქვს შესაძლებლობა შევაჯეროთ პოზიციები ჩვენი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ირგვლივ. ეკონომიკის ყველა მიმართულებით ბელარუსი იყენებს თქვენს ტექნოლოგიებს და კმაყოფილი ვართ ამ ტექნოლოგიების და პროდუქციის ხარისხით. ჩვენ მუდმივად ვცვლით აზრებს საერთაშორისო დღის წესრიგთან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. მე ამის თაობაზე მუდმივად გაყენებთ საქმის კურსში. ვფიქრობ, ეს კავშირები სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს. უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით ჩინურ მხარეს ღიად არც ერთი ქვეყნისთვის დაუჯერგე მხარი და დღემდე აცხადებს, რომ მხოლოდ მშვიდობის მომხრეა. განსხვავებული პოზიცია აქვს მინსკს, რომელმაც რიტორიკა ბოლო პერიოდში შეიცვალა და აცხადებს, რომ თავისუფლ შემთხვევაში საომრად მზად არის, თუმცა ომი არ სჭირდება, რადგან ტერიტორიაც ყოფნის ეკონომიკაც და პრობლემებიც.